ვაგრძელოთ მეგობრებო ქარ-პარკინგში ბიზნესმენის ცხოვრებას და როგორც იცით წინა ეპიზოდში ვთქვი რომ გავიკეთებდი პლასტიკურ ოპერაციას ვიშოვე $19,000 და აი ჩვენი ახალი პერსონაჟი მეგობრებო ვაფშე შევიცვალეთ სახელიც გადავირქვი და ამ პერსონაჟს ქვია მეგობრებო სანდრო და მოკლედ აი ასეთი პერსონაჟია გავიკეთეთ როგორც პლასტიკური ოპერაცია $15,000 და სო აწინული დავიწყებთ ცხოვრებას და ბიზნესს და რაღაცა, მაგრამ ის მაფია უეჭველი უნდა მოვიშუროთ, მაგრამ ეხა არა. მე მოვა მაგის დროც. ეხა მოვედი მეგობრებო ლაშასთან, აი სახელოსნოშია ლაშა და ეხა ნახე, ხო ვერ მიცნობს და ეხა ნახე რა ვქნა. ვითომ პოლიციელი ვარ რა. ნახე. გამარჯობათ. რა გნებავთ? ან ვინ ხართ? მე პოლიციის განყოფილებიდან ვარ. და უნდა წამოხვიდეთ განყოფილებაში თქვენ დაკავებული ხართ. რა ბიჭო? რის გამო? არა აქ მაგი დიდი აზრი დროზე წამოდი. არა აქ მაგას ნიშნობა დროზე წამოდი. რა ბიჭო ერთად ბიჭო გადავრეკო იმასთან. ვისთან უნდა გადარეკო ბიჭო? ის ვახოსა და სად ბიჭო რაღაც წავიდა არ ვიცი დავრეკო დროზე და მოიყვანე ბიჭო. კაი ხა ეგრევე ირეკება ნახე. შენთან როტო ირეკება? ვერ მიცანი ხო? ვერ გიცანი? ბიჭო რა დაგიმართა? გუშ პლასტიკური ხო უნდა გამეკეთები ოპერაცია ბიჭო. ვახო შენ ხარ? ვახო არა სანდრო. სანდრო ვინა? მე ვარ, ანუ ვახო ვარ, ძველი ვახო ვარ და ეხა ვარ სანდრო. ვა, რა მაგრად შეიცვალე, მე გადავები, გამიხედე ბიჭო გული. ხო, ბიჭო, ეხა პოლიცია ვეღარ მოგვაძნებს. მე ბიჭო? შენ ბიჭო აღარც ხარ, ზემნაში არაფერი არ დაგიშოვებია. შენ ხო თქვი, მუშაობას მაძალებსო ისა, ვახო. ხო და მაგაში დაგეხმარა, ეგ უყუშ ზემნაში აღარ ხარ. იმ პოლიციელებს გორიათ ახლა რომ მეგაძლებ მუშაობს და ძალით ხო ესა მყავხარ რა აყვანები და გაძლებ მუშაობს რა. ვა, ანუ მე ზემნაში არ ვარ? არა, არ ხარ, მაგრამ ერთი პრობლემაა. შენ თუ გიპოვა იმ ბანდამ, დაგესხება თავს, იმ ჯეკლასების ბანდამ. ამიტომაც უნდა დარჩი აი ამ სახელოსნოს გარეთ არ უნდა გაყვიდე. მე რა კარები დაკეთე ხოლმე რა, მე რო წავარ. ეხა ღია რო გაქვს. დაკეთე ხოლმე რომ არ მოგაგნონ რა, რომ რა მაინც ავტობანია ყველა დადის აქ რა. ხო მართალი ხარ. და მაგას დროთა განმავლობაში მაგ ბანდას ვაფშე მოვიშორებ რა. კარგი აბა ვახო. ბიჭო ვახოს ნუ მიწახი. ხო აბა რა ქვია რა დაგიძახო? სანდრო. კაი მიდი სანდრო. როდი შევეჩვევი ახლა მაგ სახელს. ბიჭო, იცოდე ახლა პოლიციამ რო გაგვაჩეროს ან რაღაცა, მოხდეს ისეთი რაღაცა რომ მოხდეს პოლიცია რო გამაჩეროს ან რაღაცა, არ დამიძახო სახელი ვახო, თორე დარხეული მაგ. ყველა გადავყარა $15,000. რამდენი? 15,000. კაი აღარ გავაგრძელებ ახლა ლაპარაკს შენთან. და პირდაპირ გეტყვი რა. გოლფი მყავს მოკლედ საყიდელი ახლა $4,000 დამჭა. $1,000 რაღაცა მერტყმული წინა აქვს მერტყმული რა. წინა დარტყმული რა. გოლფი დამტრეული. და $1,000 ყიდის რა. ძველი გოლფია. ცოტა ძვირია ვახო. ეგ
$1000 რავი შეიძლება კაი გოლფი იყიდო და $1000 მაგ დამტრაულს ყიდვა რავი არ ყავს. გაცადე ბიჭო. რომ მოვიყვან მე ილაპარაკი მაგდენ. კაი აბა ნახოთ $1000 რა მაგარ გოლფს იყიდი მაინტერესებს. კაი. ხო და მეგობრებო ეხლა უნდა ვიყიდოთ გოლფი და უნდა დავიწყოთ როლიდან ცხოვრება და მანქანების ბიზნესი და რაღაცეები უნდა დავატრიალოთ. აბა ამ ხელა ეზოდა სახელოსნო ყოლა გვაქვს იქეთ კიდე და რაღაცეები. მოკლედ აგერ იყიდება ევას კალოკასთან იქ რო კალოკა ავტომატზე ჩვენს მერე და იქ მივალ და დაგიმონდებით რა. მოკლედ მოვედი მეგობრებო გოლფთან просто ეს რატოა ასე წაქცეული სავით ვერ გებულობ. ცოტა ძმანასვამე ვარ რა ვერ ვარ კარგად რა. ბიჭო ეს რაღაციდან მეცნობა. ბიჭო ეს ის არა პირველ ეპიზოდში თუ მეორე ეპიზოდში ავარია რომ მოვივიდა და იმ ჭართი მანქანით და ესა ორი მანქანა რო დავამტროე ვინც ადრე ესა ძველი მაყურებლები ხართ ვინც პირველ სერიას ხართ მაყურები მიხვდებით რა ეს ვინცა მაგრამ თვითონ ვერ მიწრებს ახლა პლასტიკური შეცვლილი საერთოდ სახე და ყველაფერი გამარჯობა ცოტა ცუდად ვარ რა და ბალე იყიდი რა ეს მანქანა იყიდულობ თუ არა მოკლედ მეგობრებო აი ეს მანქანა აი ასეთი დამტურეული მაგრამ რატომ იყიდება ეს მანქანა $1000 აქვს ძალიან ცოტა პრობლემა ძალიან ცოტა რაღაცა გასაკეთებელი და უყურეთ просто ნახე რა მაგარია ნახე რა ლამაზია ნახე კარგი ყიდულობ მეგობრო კი ხავე ვიხვას მომუსმენ თუ შეიძლება მიდი და კაპოტავ მიდი რაც კიდე კაპოტიო ხადოთ რაუნდი და რაღაც ესენი კაია ვაიცა ზეც იმას ვიზამ რა კასინჯავ რა კასინჯე გემრიელია რა ბიჭო გემრიელი ზეთი კაია ნორმაზია აი წყალიც არაკლია წყალს ხო არ იკლებს ვა არა ძმო კაია ანუ ძრავი ყველაფერი კაია კაი მოკლედ ახლა ხმას მოусმენ და ვიყიდი რა მოკლედ ამ მანქანას რა მოკლედ მეგობრებო ხმა მაგარია კაი ხმა აქვს და რავი კაია რა და მეგობრებო ამას ახლა ხო ვიყიდი $1000 და არ ვიცი რამდენში გავყიდე მაგრამ შეიძლება ამას ცხენები მოუმატო მეგობარო რამდენ ცხენზეა ძმა და 200 რაღაცა ნახე მაგის საბუთები ნახოთ აბა რამდენ ცხენზეა და 206-იო 206 ცხენი არაა ცუდი ახლა მანქანისთვის ახლა 206 ცხენი ქართულად მასე აქვს რა მანქანებს კარგი მეგობარო ეხლა მე ამას ვიყიდი $1000 ხო ბოლოფას კი ძმა $1000 გადმორიცხე და მინუს $1000 ჩვენს ანგარიშსა და მომეთ მამა გასაღები და დავჭა მეგობრებო $3000 ძმა მშვიდობაში და ვაიმე რა ცუდად ვარ რა მე წადი ძმა სახში წადი ვინ გაგიშვებს ბენზინ კანონკი ჩამსხველი ვარ და მორიგი ვარ ათელი ღამე ასე დაბუდებული დავიყო რა ვქნათ ეხლა რა ვქნათ წავედით და მივადგათ აბა ნახოთ ოპა რას დადის მეგობრებო აი მაინც ჩატერ ვარ რა 200 ნეტა გაწურავს ეს მანქანა მივყავთ ერთი აბა ლაშას და 200 თუ გაწურავს ნახოთ იქეთ უნდა შემეხვია აქეთ ჩვენი ბენზინ კანონკა მაგრამ ეხლა ცუდი რაღაც უნდა ვქნა არა კიდე კაი გადავრჩით ცუდი რაღაც და წავედით აბა შემოვიყვანოთ ასე
დავაყენოთ აბა ასე. ბიჭო, რომ მოგონი მანქანა, ბიჭო, რომ მაგრათ არის სტიკერები და კრული და რაღაცეები. აბა რა გეგონა შენ ვიძახოდი ესაო $1000 ვერ ნახავ კაი იმას გოლფს. ბოდიშის მამა ჩემი სიტყვები უკან მიმაქ. ეხა რა შვები? ეხა მოკლედ ეხა ეს არის საპროექტო მანქანა რა, გააკეთებ და გავყიდი რა. ძვირად. ყველაზე მაგარი გოლფი უნდა იყოს ეს ნომერი პირველი საქართველოში. და უნდა გავყიდო რა. ცხენები მინდა ანუ 926 ცხენზე რო ავკაჩო, არ 925-ზე რა. მოკლედ რომ მოუბადო რა. მაგრად რო დადიოდეს. შეიძლება მანქანისთვის ახლა ცხენების მომატება, ამან რო ჩხარაია რომ შეიძლება ვეღარ დაიმორჩილო და რაღაცა გადავარდე და საშიშია. შენ მოუმატე და დანარჩენი მე ვიცი. კაი, ბავშვებო, შენ ადგილას არ ვიზამდი მეგას. ჩემ ადგილას იზამდი. კაი, ახლა რაღაც მანქანა მყავს კიდე მესარახავი და მოვალ რა. კაი. შემდეგი ლოკაცია, სადაც ჩვენი მანქანა იყიდება, არის პოლიციის შენობა. რა მეგონა, ახლა პოლიციის შენობაში თუ ჩემი ფეხით მივიდოდი. მაგრამ ახლა ვეღარ მიცნობს და თავისუფლად შემიძლია პოლიციაში მისვლა. და მოკლედ ამ E34 ყიდეს პოლიციელი. აურა მაგარი E34-ია და როგორც მიხვდით ეს იქნება დღეიდან ჩემი მანქანა. მოკლედ გამარჯობა ბატონო პოლიციელო. გამარჯობათ. მოკლედ ამ E34-ის ყიდვა მინდა რა მიჭირს? საერთოდ ძმაო არაფერი არ ჭირს, საერთოდ და $2500 მოყიდი რა. კაი, ძმაო. გავოცავხდი რა. შევამოწმე. ვაა. ძალიან მაგარია ძმა და ბოლოფასი $2500 ძმა. კაი, ვიყიდი მოკლედ. და მინუს $2500 ჩვენს ანგარიშზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგვრჩა $500. კარგი, მამა გასახები და წაიღო. აბა წავედით ახლა. ნელა აქედან გავიდეთ, არ მინდა მანდა მაინც ახლა. ოპა რა ხმა აქ. კაი, აქ პოლიციიდან გავიდეთ და ჩავაჭიროთ, აბა ნახოთ. რა შეუძლია. ოპა ძალიან მაგარია რა. ძალიან მაგარი მანქანა. წავედით, აქ ის მინდა პატარა დონატი მინდა. ოპა რა მაგარია. მოკლედ მოვედი რა მეგობრებო, მოვიყვანე ეს E34, ვნახოთ აბა ლაშა თუ გააკეთა ეს გოლფი და გააკეთა? ოპა რა მაგარია, ბიჭო. გაუკეთებია. ოპა ჩავარდია, გამომიყვანეთ. კარგად ხარ, რამე ხვარეთ კიდე, ვახო. არაფერი, უბრალოდ ჩავარდი. რა მაგრად გაგიკეთებია, მოიცა ჩაგირეცხავ ახლა $500. არა, ძმა რა $500, საჩუქარია, ჩემთვის საჩუქარი იყოს რა. ვა, ძალიან დიდი მადლობა რა ლაშა რა. და მოკლედ ახლა ამას გადავუღებ რა ფოტო. და დავდებ ინტერნეტში რა, რომ იყიდონ რა. მოდი მეგობრებო, ამას ახლა ფოტოები გადავუღოთ. აი ასე, ეს გადავუღე, ასე და დავდოთ აბა ინტერნეტში. 6500 დავაწეროთ. კარგი ლაშა, მე ამას გავტესტავ და მოვალ რა.
კაი, მაგრამ ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ შეიძლება მოგიგდოს გუდი რა. კაი. ოპა, მიდი. თქვენ გამოიწერთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო. ოპა. არა. ვახსოდ გავწვერი. 300 ოპა 330 და ვნახოთ აბა 0-დან 100-მდე რამდენ ხანში მივიდა და შედეგები ვნახოთ აბა 0-დან 100-მდე მეგობრებო 2.53 წამი 100-დან 200-მდე 4.21 წამი 0-დან 60-მდე 2.38 წამი მოიცა ვიღაცა მირეკავს რა გამარჯობათ თქვენ ყიდით ხო გოლფს კი მევყიდი ხო და სათხართ ტერიტორიულად ამას ეხა ვუთხრა კაი ხო ვეტყვი მოკლედ ავტობანზე რო ის არის რა ქვია სახელოსნო ხო იცით კი ვიცი მე რა ხო და მოკლედ მაგ სახელოსნოში მოდით რა კარგი მაშინ ვინმეს ეხა წამოვიყვან რა არ გინდათ არავინ შეგიძლიათ ტაქსი წამოხვიდეთ ეხა და მე ტრაილერი წაიყვანთ რა იმ მანქანას რა ვა ძალიან დიდი მადლობა რა ეს ტრაილერი ანუ ტრაილერით ისა მომსახურება არაფერი კაცო უფასოა კაი მაშინ მოვალ კაი ამაგრა დაგიწყვია რა ეს მანქანები და ეს მანქანა და რაღაცა 340 კმ/სთ დაადებია რა ხო მაგარია რა მოიცა ვიღაცა იძახის ხო მგონი მოვიდე გახედე მოიცა და ვიღაცა იძახის ეს მეგობრებო ტრაილერი და რაღაცები მოვიყვანეთ რომ წაიყვანოს რა ოპა მოვიდა თქვენ ხართ კი მე ვარ რა მაგარი გოლფია ძმა 6500-ად ხო? კი ძმა და აი ამ ტრაილერით მოგემსახურებიან რა ერთამ ესა მწყოლი არ ყავს ჩვენ ტრაილერის და შენ წაიყვან? არა მე პრავა არ მაქვს იმის მართვის მოწმა არ მაქვს იმის რა ქვია ტრაილერის კაი ჩვენ მწყოლი არ ყავს და მაშინ მოიცა ჩემ ხელოსანს დაუძახებ ხა მაგას აქვს რა მართვის მოწმა ტრაილერის და ლაშა ხო ძმა რა იყო ლაშა შენ ხო ყავს ანუ ხო გაქრეთა მართვის მოწმა ტრაილერი კი მე სახლამდე რომ მიიყვანო რა ის მანქანა რა კაი არა პრობლემა კაი მოგვარებულია მოკლედ ტრაილერი მოგემსახურება და ხო მიყავს რა მოეჭვალე გოლფი კი თმა მე მყავს რა ხო ძალიან კარგი რა გადმორიცხა მაშინ 6500 და გასახავს ოქცენ და წაიყვან რა კაი მადლობა აჰა 6500 და პლუს 6500 ჩვენსა გარშე რაც იმას ნიშნავს რომ გვაქვს 7000 ხო კიდე ძალიან მაგარი მანქანა რა თმა 350 კმ/სთ დააწერია და 999 წელზეა რა ვა ძალიან მაგარი მანქანა თარ პოლისთვის მინდოდა რა ხო და საგაზაფხულო და რაღაცა ძალიან კაი მანქანა რა კარგი მშვიდობაში მოკლედ და ლაშა აბა კარგად წადი აბა და მალე მოდი რა და ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და ჩვენ გვაქვს მეგობრებო 7000 ანგარიშზე და თუ ავა ეს ვიდეო 20 ლაიქზე გამოვა შემდეგი ეპიზოდი ნახვამდის